სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით დააკავა ლაშა ცანაბა, რომელიც უწყების მტკიცებით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულს თხოვდა. სუსის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლაშა ცანაბა ნაციონალური მოძრაობის წევრია. ცანაბას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. ლც უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც 5600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლც მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისსა და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად, ლც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მის მიერ მოთხოვნილი 5600 ამერიკული დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2650 აშშ დოლარს. სუსმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფარულად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების მტკიცებით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას ადასტურებს. 5 წლიანი 12000 უთხრა. 5 سال 12000 دلار. دلاری. ეს 5 წლიანი. 5 سال 12000 دلار. ყველას გაუშვებენ, ხო, ვისაც საბუთი არა. دیگه الان همه رو میفرستم بیرون. هر کی ثبوت نداره یعنی سند نداره میفرستم بیرون. 3000 დღეს დღეს და სამშაბათამდე ვაწვდით 2450 და 23-ში იქნება მაგის საბუთი. კარგი, ეხლა დავრეგავ. ანუ 3000 ეხლა უნდა გადაგიხადოს. პოლიცსაბჭოს წევრის დაკავებას დღეს ბრიფინგით გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. პარტიის წინააღმდეგ სუსის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ელოდება და მიხეილ სააკაშვილის გუშინ გამოქვეყნებულ პოსტს იხსენებს. მესამე პრეზიდენტმა გუშინ დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნაცმოძრაობის ლიდერების, განსაკუთრებით კი ლევან ხაბეიშვილის დაკავებას გეგმავს. ცხადი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა იყო, არის და იქნება სუსის მუდმივი სამიზნე. პარტიაში სუსის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით. მე როგორც ამ პარტიის თავმჯდომარე არ დავუშვებ სუსის ინფილტრაციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. ლაშა ცანაბას დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, თუ ცანაბა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საბუთების მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ეს დანაშაული არ არის. ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვები ვარ. სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია. საზოგადოება კარგად ხედავს ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ. წერს ლევან ხაბეიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.